სტანდარტი, რომელიც საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შეიმუშავა. 10-დან 1-ის დარღვევის შემთხვევაშიც მოქალაქეს შესაძლებლობა აქვს სააგენტოს ელექტრონული პოსტით ან ცხელი ხაზის მეშვეობით მიმართოს. კონკრეტულად რა სტანდარტებზეა საუბარი და როგორია სანქციები, ნინი ჩუბინიძე ამბობთ. საოცრად დახვეწილი, თანამედროვე მზის სათვალე, შესაძენად მოგწონეთ პირად შეტყობინებაში. Postas რამდენი ემატება? Ფასი რა ღირს? ეს ონლაინ მაღაზიებში მოვაჭრეების მხრიდან ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრაქტიკაა, რის გამოც მოქალაქეებს ნივთი შეძენისას გარკვეული დაბრკოლება ექმნებათ. იმისათვის, რომ მომხმარებელმა მომსახურება გარანტირებულად მათი უფლებების დაცვით მიიღოს, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ 10 სტანდარტი შეიმუშავა. ერთ-ერთი კი სწორედ პროდუქციის ფასის მკაფიოდ მითითებას გულისხმობს. სოციალურ ქსელსა თუ სხვა ონლაინ პლატფორმებზე, როდესაც ხდება კონკრეტული საქონლის ან მომსახურების შეთავაზება, მოვაჭრეს ეკისრება ფასის მკაფიოდ და გასაგებად მითითების ვალდებულება. ფასის მკაფიოდ მითითების გარდა მოვაჭრეები ვალდებულები არიან ფასდაკლების გამოცხადების პერიოდში პროდუქციაზე 3 ფასი მიუთითონ. ფასდაკლებამდე ფასდაკლებული და ბოლო 30 დღის განმავლობაში მინიჭებული ყველაზე დაბალი ფასი. ასევე ნაწარმზე, რომელიც წინასწარ შეფუთული არ არის და მომხმარებლის თვალწინიწონება ან იზომება, აუცილებელია გარკვევით ეწეროს, რომელ ერთეულშია ფასი მითითებული კილოგრამში, გრამებში,ლიტრში თუ ასე შემდეგ. კანონით მომხმარებელს აქვს უფლება მოითხოვოს და მიიღოს მომსახურება სახელმწიფო ენაზე. საკვებ ობიექტებში კი მენიუში პროდუქტის საბოლოო ფასი უნდა იყოს მოცემული, რომელიც უკვე მოიცავს დამატებითი ღირებულების გადასახადს, მათ შორის მომსახურების საფასურს. თუ წესებში და პირობებში ცვლის რაიმე დეტალს ან მონაცემებს, აუცილებლად გონივრული ვადით ადრე უნდა აცნობოს ამის შესახებ მომხმარებლებს. იმ შემთხვევაში, თუ მომსახურების პერიოდში ეს სტანდარტები ირღვევა, სააგენტოს მხოლოდ მოქალაქის შეტყობინების საფუძველზე აქვს მოკვლევის დაწყების უფლება. მოქალაქეებს შეუძლიათ როგორც ელექტრონული პოსტით, ასევე სააგენტოს ცხელი ხაზის მეშვეობით დააფიქსირონ დარღვევები. სააგენტოს მხრიდან მოვაჭრეებს ერთი თვის ვადაში დარღვევის გამოსწორება ევალებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში ბიზნესი მინიმუმ 600 ლარით, მაქსიმუმ კი კომპანიის შემოსავლის 2%-მდე დაჯარიმდება. მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობა არ არის ორიენტირებული მოვაჭრის დაჯარიმებაზე, არამედ ატარებს უფრო პრევენციულ ხასიათს და დარღვევის დადასტურების შემთხვევაში სააგენტო ყოველთვის მოვაჭრეს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას. მომხმარებლების უფლებების დაცვის 10 სტანდარტი სააგენტომ მომხმარებელთა ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებისა და მათი ინტერესების დაცვის მიზნით შეიმუშავა. სამეგრელოს ზემო სვანეთის რეგიონში სოფლის